მოგეხსენებათ ეპიდემიით გამოწვეულმა каранტინმა და ხელისუფლების მიერ მიღებულმა საგანგებო მდგომარეობამ მაქსიმალურად შეგვიზღუდა ურთიერთობის საშუალება და ჩვენ ახლა მხოლოდ ვირტუალში თუ შევხვდებით ერთმანეთს. ამიტომ რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი, სადაც შევძლებთ ურთიერთობას, შევძლებთ ხუმრობას, შევძლებთ პოლემიკას და ქვეყნისათვის საინტერესო საკითხებზე საუბარს. ჯგუფის სახელი ჯოვანი ბოკაჩო გვიკარნახა, გახსოვთ ალბათ რომ შავი ჭირის დროს შუა საუკუნეებში იტალიაში შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი და ერთმანეთს ესე ართობდნენ სხვადასხვა საუბრებით საინტერესო თემებზე და სახალისო ამბებზე. მაგრამ რადგან ჩვენ 4 ვართ, ამიტომ ჯგუფს კვატრომერონი დავარქვით. კვატრომერანის ფორმატს 4 მოსაუბრით ვიწყებთ. ესენი იქნებიან ნიკა ვაშაკიძე, ამუკა გამყრელიძე, რაათა დავითაია და თქვენი მონამორჩილი ზურაბ ხარათიშვილი. ქართული საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა რომ ვისაუბროთ. აქ იქნება 4 განსხვავებული აზრი, ზოგჯერ თანმხვედრი, ზოგჯერ საპირისპირო, მაგრამ იქნება 4 განსხვავებული კუთხით დანახული. ასევე გვეყოლებიან სტუმრები, მეგობრები, თანამოაზრეები და ვიმედოვნებთ ოპონენტებიც კი. მინდა რომ პლატფორმა ღია იყოს ყველასათვის, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების და მიკერძოების გარეშე. ჯგუფში, კვატრომერონში განვიხილოთ ყველას პოზიციები, წარმოადგენთ ყველა პლატფორმა, რადგან შეიძლება მსჯელობა იყოს, ეს იქნება პოზიციების ჭიდილი, ვეცდებით გავახმაუროთ ყველა მიმართულებები ამ ჯგუფში და როდესაც თქვათ გამოჩნდება რაღაც სადებატო მნიშვნელოვანი საკითხები, წარმოვაჩინოთ ისე რომ საზოგადოება იყოს დაინტერესებული იმ მიმართულებებით და მიმართულებებზე გვეხება ჩვენ მსჯელობა. მართალია დავარქვით კვატრომერონი, მაგრამ სინამდვილეში ფიქრობთ რომ ეს ჯგუფი და ეს ფორმატი იქნება კვატრომერონი პლუს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ღია ჯგუფია და სიამოვნებით მოვიწვევთ ხოლმე ან მივიღებთ იმ ხალხს ვინც სურვილს გამოთქვამს აქ საუბრებში, დისკუსიებში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაქსიმალურად საინტერესო ხალხის მაქსიმალური რაოდენობით მონაწილეობა საუბრებში და იმ პრობლემების განხილვაში, რითაც ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, ეს არის ის მიზანი, რაც გვაინტერესებს. ამიტომ ჯგუფი ღია ხასიათის არის, პრაქტიკულად ის არის კვადრომერონი პლუს.